საქართველოს ხელისუფლებამ ამ 2 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგა იმისათვის, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას გაეფართოებინა თავისი საექსპორტო ბაზარი ევროპის მიმართულებით. უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვების მიზნით გააჩინა ზედმეტი მოლოდინები რუსეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ჩვენი წინასწარი გაფრთხილება უკვე ახდა. დღეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანა და ექსპორტი რუსეთის მიმართულებით არის კატასტროფულ მდგომარეობაში და არა იმიტომ, რომ ვინმე ხელოვნურ ბარიერს ქმნის, არამედ რუსეთში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო. აქედან გამომდინარე, ექსპორტიორებს შეექმნა ძალიან მძიმე მდგომარეობა. მე მინდა დღეს ყურადღება გავუმახვილო ერთ-ერთ სეგმენტზე, ეს არის მემწვანილეობა. და მინდა გითხრათ იმისთვის, რომ სერიოზულობა აღიქვას საქართველოს მოსახლეობამ და საქართველოს მთავრობამ ამ დარგისა, მე მარტო ერთ რამეზე გავუსვავ ხაზს, წყალტუბოს რაიონის 10-ოდე სოფელი, მხოლოდ 10 სოფელი აწარმოებს იმ მოცულობის საექსპორტო პროდუქციას, რასაც მთელი საქართველო ქმნის, თუნდაც ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით. სწორედ აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი, ეს არის ის დარგი, რომელშიც დაკავებულმა ადამიანებმა მხოლოდ თავიანთი შრომის ხარჯი შეძლეს საქართველოსთვის შეენარჩუნებინათ უმნიშვნელოვანესი საექსპორტო ღირებულების მქონე პროდუქცია და მე მინდა გითხრათ, რომ ელემენტარული ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო იმისათვის, ელემენტარული დახმარება ჭირდებოდა ქართულ გლეხობას იმისათვის, რომ ქართულ მწვანეს თავისი ადგილი დაეკავებინა ევროპის ბაზარზე. სამწუხაროდ ეს ყველაფერი გაკეთებული ამ ხელისუფლების მიერ არ აღმოჩნდა. დღეს ეს დარგი არის კატასტროფულ მდგომარეობაში. შედარებისათვის გეტყვით, თუ რეალურად გასული წლების განმავლობაში 1 კილოგრამი მწვანილის საექსპორტო ღირებულება იყო $10-მდე, დღეს მისი ფასი დაეცა $2-ზე. იმიტომ რომ ეს პროდუქცია დღეს დღემდე ორიენტირებული არის მხოლოდ უკრაინის და რუსეთის ბაზარზე და დღეს რუსეთში შეტანას ეკონომიკური თვალსაზრისით უკვე არანაირი აზრი არ აქვს. ჩემდა გასაკვირად საქართველოს მთავრობამ გუშინ გამოაცხადა, რომ ხელი მოეწერა რუსეთში საქართველოს მწვანილისთვის ბაზრის გახსნის ხელშეკრულებას. მე მინდა უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, მათ ესეც კი არ იციან, რომ მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობა იყო ოფიციალურ ნაწილში, საქართველოს ქართულ მწვანილს არასდროს ამ წლების განმავლობაში არ შექმნია ბარიერი რუსეთის ბაზარზე შესვლის. ის შედიოდა რუსეთის ბაზარზე შეუფერხებლად, შედიოდა უკრაინის გავლით, შედიოდა ბელარუსის გავლით, შედიოდა აზერბაიჯანის გავლით, ასე რომ ეს ხელშეკრულება ამ ადამიანების მდგომარეობაზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს დადებითი მიმართულებით. ამიტომ მე მოუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას იმისათვის, რომ გადარჩეს დარგი და გადარჩეს უამრავი ადამიანები ბანკებზე დამოკიდებულებისაგან. დღეს ეს ხალხი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, სასწრაფოდ გაატაროს დროებითი ღონისძიებები, კონკრეტული დროებითი ღონისძიებები, ანალოგიურად იმისა, თუ როგორ აკეთებდნენ დახმარებას ქართველი გლეხობისათვის ყურძენზე, როგორ აკეთებდნენ მანდარინზე, მოკლებადიანი ნაბიჯების გადადგმა საჭირო, რომ ეს ხალხი ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს და გარდა ამისა საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ასევე შეიმუშაოს გრძელვადიანი და ხაზსუსვალ ძალიან მარტივი პროგრამა იმისათვის, რომ ამ გლეხებს დაეხმარონ ევროპის ბაზარზე თავიანთი პროდუქციის დამკვიდრებისათვის ბრძოლაში და ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან ელემენტარული ნაბიჯები გადასადგმელი. ხალხო, მე მინდა თქვენ იცოდეთ, რომ არაფერი მნიშვნელოვანი კაპიტალდაბალდება ამას არ ჭირდება. ერთადერთი ჭირდება ის, რომ საქართველოს მთავრობამ, რასაც გლეხი ვერ შეძლებს, ამ სფეროში გააკეთოს ის, რომ საქართველოს მთავრობამ სულ რაღაც 4 თუ 5 ევროპელი სპეციალისტი დაიქირავოს. გარდა ამისა, საჭიროა გლეხობას გავაგებინოთ, თუ რა არის ის შხამქიმიკატები, რომელიც უკვე წლების განმავლობაში აკრძალულია ევროპის ბაზარზე და ყოველგვარი დამატებითი კაპიტალდაბალდების გარეშე, ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე, თუ კი ის შხამქიმიკატები და სასუქები ჩანაცვლება, რომელსაც დღეს ქართველი გლეხი იყენებს, ჩანაცვლება იმ შხამქიმიკატებით, რომელიც ევროპული სტანდარტებისთვის არის შესაბამისი, მე ვარწმუნებ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ქართულ მწვანილს
აი ამ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციას არანაირი პრობლემა ჩრდილო ევროპის ბაზარზე თავისი ადგილის დამკვიდრებისა არ ექნება და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ საქართველოში მაინც მიჩნეული არის რომ ტრადიციული დარგი ჩვენი არის მაინც და მაინც მეღვინეობა, რატომღაც მიჩნეულია რომ ტრადიციული დარგი არის მეციტრუსეობა, რატომღაც მიჩნეულია რომ ტრადიციული დარგი არის მეხილეობა და მაინც ამას უნდა გაუკეთოს მხარდაჭერა. სახელმწიფომ ხას უსვა 10 სოფელი აწარმოებს იმის ნახევარ ღირებულებაში იმის ნახევარ საექსპორტო პროდუქციას, რასაც მთელი საქართველოს ღვინოში. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ აი ამ საექსპორტო პროდუქციის მნიშვნელობის დამატებითი ხაზგასმა არც კი არის საჭირო, მით უმეტეს რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ბიზნესში არის დაკავებული, ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი და ამ რეგიონისთვის, ამ რეგიონის მაცხოვრებლებისთვის ეს არის ერთადერთი შემოსავლის წყარო მთელი წლის განმავლობაში. დიდი მადლობა.